დედიკოს სახლშია? სახლშია, ხო. დედიკოს მიუტანოთ ტორტი და ავანთოთ და ისე მიულოცოთ, კაი? ედი ნინიკო. გილოცავ დაბადების დღეს, ბაბადანო. დაეცალეთ მრავალს. როგორ ახართ? გილოცავ. რაშველი ხო ხართ კარგად? როგორ შეხვდით ახალ წელს? არა, კარგად შეხვდით. კაი. ახილები ვართ, ყველა გაახაროს მეთქო უფალმა დამეცეს. გაგიმარჯოთ ღმერთმა. ოჯახი გაახაროს. მრავალს დაესწარით ეს ტორტი. ნინიკოს დიდად კი არ უყვარს ტორტი, მაგრამ დაბადების დღეს უხდებოდა და. რაშვები შენ ნინიკო? აი, მასე უნდა გადავთო. ასე ტელევიზორში რანაირად ახერხებ ყურებას, უყურებ გამოსახულებებს? აი, მან რომ მითხა კანატრაში ვიყავ და განცხადება და კანალიზაცია რო გაკეთდეს. კანალიზაცია რო გაკეთდეს, ხო? დაბაზე არის ჩემი ტრუბა. ხო. ხელახლა უნდა გაკეთდეს. თქვენ უფლებას მოგცემთ აბა ჩვენ და ხელოსანმა უნდა გააკეთოსო? ხელოსანმა უნდა გააკეთოს. კაი, იქნება ვნახოთ მაგის ხელოსანიც რო კანალიზაცია რო გაკეთდეს. ესე იგი აქედან რო წავიდეს. კაი, ჯერ პასუხი მოვიდეს და აქედან რო წავიდეს კანალიზაცია დაუერთდეს იმას, აქ წყალი რო არ ამოვიდეს, ესე იგი. წყალი რო შემოვიდეს. როგორ იყენებ მაგ მოაჯირს, დეიდა? კარგად ვიყენებ. კი, ხო? ხო. კარგია, კარგი. ხო, მყარად არის. კი, კაია. ახლა შემოყვანილი ტრუბებია ესენი? ხო, მაგრამ. ეს შემოიყვანა ახლა, ხო? ხო, და შიგნით. კანდენა. წყალი არის შემოყვანილი, ახლა ჯერ აქ არის ცივი წყალი შემოყვანილი არ იყო, ხო წყალი? ხო. ცხელი წყალიო, არ შემომაყვანიაო, შლანგებიო, ჯერო იმანო მე მესაუბრე. ლეგები ბალს ვიყიდო ის კანზე გასაკეთებელი, დენზე არის შესაძლებელი. გაზზე რო არის არ გინდა, დენზე რო იყოს, ესე იგი, რო აცხელებს, ხო? ეს არის აბანო, ესე იგი. ხო. კაი, მე მითხრა იმან გალესოს. ტრაფში ამოდის და ფანი წყალი დაბალზე რო აქვს. მან დამოდის და მაგის განცხადება გაქვს დაწერილი ახლა. განცხადება მაქვს დაწერილი. ზოგი გაყინული პროდუქტები არის, ზოგი მაცივარში შესაძლებელი პროდუქტებია. ზოგმა უცხოეთიდან გამოგიგზავნა თბილეულები, ნინიკო. კურნალობის სიტუაცია როგორ არის? 15-ში უნდა მივიდო. აგერ კიდე გამოგიგზავნეს სამკონვერტში არის თანხა, ეს რაღაცები რო შევიძინეთ იმის მე რაც მოჩა და ესენი, ეს თანხაც გამომართვით. კიდე შემოვალ ახლა მე ცოტა ხანში. დამიცადე შენ აქ და შემო. კაი. ტელევიზორი გამომიგზავნეს ნინიკოსთვის, რომ მოვიტანო და ტელევიზორზე უყუროს